მოქალაქეები არიან შეკრებილნი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოულოდნელად ჩაინიშნა კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის პარტია გირჩმეტე თავისუფლებას ხელმძღვანელის და ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი, რომელიც წესით და რიგით თებერვალში იყო გადადებული. იცით, თქვენ 2 დღის წინ გათავისუფლდა ზურაბ ჯაფარიძე პატიმრობიდან. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე დაანონსა კოალიცია ცვლილებებისთვის და მათ მოითხოვეს ქიმიური მოწამვლის საქმის გამოძიება, მოითხოვეს საერთაშორისო ინსტრუმენტების ამოქმედება და როგორც ჩანს ქართული ოცნების პასუხი ამ ყველაფერზე იყო მოულოდნელად სასამართლო პროცესის გადმოწევა. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, პროკურატურა გირაოს სახით 30,000 ლარს ითხოვს. აქ არის თემურ გორგაძე, პარტია გირჩმეტ თავისუფლების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ბატონ თემურ, გამარჯობათ. თქვენი ლიდერი გაათავისუფლეს 2 დღის წინ პატიმრობიდან და დღეს სასამართლო ჩაუნიშნეს. რა იყო თქვენი პირველი რეაქცია, როცა გაიგეთ ეს ამბავი? გამარჯობა, მოგესალმებით. სიმართლე რომ გითხრა, ჯერ კიდე რაღაცა ბევრი რაღაცები გავიარეთ და რაღაც შოკი არა მაქვს, მაგრამ რაღაცა გაკვირვებული ვარ ჯერ კიდე, იმიტომ რომ არ ველოდით, სადღაც 1-2 კვირის წინ თქვეს, რომ ეს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება და სასამართლო პროცესი გადადვეს და გადატანილი იყო 2 თვით, ანუ სადღაც თებერვალში ვიწევდა წესით. როგორც კი გამოვიდა ეგრევე რომ სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს, მესმის, იმიტომ რომ ცოტა საშიშიკაცია, რაც მოიმოყოლეთ და სიზამს ოცნების გადმოსახედიდან ფული აღსაქმელია რა არიციან. მაგრამ ნახოთ ჯერ ეხლა ამ მომენტშიც სასამართლო პროცესი მიდის, რაც შიგნიდან ამ პროცესიდან აწვის ინფორმაცია უთხოვენ გირაოს და ნახოთ, აბა რაღაცა ისეთებსაც ითხოვენ, რომელიც სხვა საქმეზე არ უთხოვიათ, მათ შორის პასპორტის ჩამოყენას და რაღაცებსაც და მოდასრულება ვნახოთ რა როგორ იქნება საბოლოო ჯამში, ალბათ რასაც პროკურატურა მოითხოვს, ეგრეთ წოდებული სასამართლოც იმას და არ მოუხილებს. თქვენ როგორ აღიქვით ეს ერთგვარი გაფრთხილება დღეს დილას ჩატარებული ბრიფინგი, სადაც კოალიციამ მოითხოვა ქიმიური მოწამვლის საქმეზე ფართო მასშტაბიანი და დეტალური გამოძიება. საერთაშორისო უცხოურად უნდა გითხრა, რომ მე მგონია, რომ ეს დღევანდელი ბრიფინგი ამ საქმესთან არაფერ შუაში არ არის, იმიტომ რომ დღევანდელი ბრიფინგი იმასთან შედარებით, რაც ზურას აქ დაგეგმილი და აპირებდა ბევრად ცოტაა. თორე ეს ბრიფინგი, ანუ დღეს რაც მოხდა, მაგის ზურას გარეშეც გამოვა. სულ რომ ზურას ერთად არ არსებობდეს, ეს პროცესი მაინც გაგრძელდება. ზურას გაჭერა მაგ რაღაცეებს ხელს ვერ შეუშლის. კოალიციის სხვა წევრები უფრო კარგად აკეთებენ მაგას, ვიდრე ზურა გააკეთებდა. ოღონდ ზურას ცოტა სხვა გეგმებით არის, რაღაცა სხვა რაღაცებს აპირებს, სავარაუდოდ ერთ თვეში გამოციტვის ინფორმაცია და მე მგონია, რომ ზოგადად ეგრე მგონია, რომ ანუ ეხლა რაც საქმეები წამოიწყეს ყველა პოლიტიკოსზე, ალბათ სავარაუდოდ ეგ არის რაღაცა ის, რომ ან წადით ამ ქვეყნიდან, ან დაგიჭერთ და ნუ ზურა, მაგრამ პირველივე გამოსვლისთანავე თქვა, რომ არასაცილოს ანაპირებს და მე ზუსტად ვიცი, რომ ზურა არასაცილო არ არის, მაგ ნაწილში მინიმუმ ვიცნობ კარგად. ამიტომ ანუ ამოაშინეს, რომ აზრი არ აქვს ამასთან ვაჭრობას და ჯობია, რომ ეს ეგრევე დავიჭიროთ. მისთანაც ვაჭრობას აზრი აქვს და რაიმე იმედი დაფერწყალი შეიძლება იარსებოს. იმ ხალხს ჯერჯერობით არ დაიჭერენ და თუ ამოაჩენენ უკვე იმათთანაც აზრი აღარ აქვს ვაჭრობას, მე იმათაც დაიჭერენ საბოლოო ჯამში. მე მგონია, რომ ეს პროცესები საბოლოო ჯამში ეგ არის, რომ ანუ ან წახვალ ქვეყნიდან და შეგვეშვები და შეეშვები პოლიტიკას და ქვეყნისთვის რაიმეს კეთებას, ანუ რა დაგიჭერთ და ჩამოვიდეთ. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო თემურ გორგაძე. ევროპის მოედანზე მიმდინარეობს საახალწლო კონცერტი, საკმაოდ ბევრი ხალხია, სხვათა შორის შეკრებილი, ასევე მემედ აბაშიძის ქუჩა არის მთლიანად გადაკეტილი. აქ არის ქალბატონი დარეჯანი, რომელიც
დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილ აქციაზე. გამარჯობა ქალბატონ დარეჯან, შეიძლება რომ გკითხოთ, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ, დიდი ხანი აქცია არ გამოსულხართ, აქ არ მინახი ხართ, როგორც ვიცი ჯანმრთელობის პრობლემებს. ყველასიკეთესთან ერთად ფეხიც გამიკავდა, მაგრამ ენა და ტვინი ჯერ არა. შემიძლია აგენის ლანძღვად, წყევლად, კროულად და ყველაფერი. თქვენი პროტესტი დღეს რამ გამოგვიყვანათ გარეთ? დღეს არა, დღეს ნამდვილად უკვე ცუდად ვიყავ და გუშინად. გამწარებულმა დედამ გამომიყვანა, გამწარებულმა დედამ, რომელსაც შვილი მოუკლა და ვინ? როცა მისი ტოლა ყოფილიყო და მოეკლა, ვიტყოდი რომ ახალგაზრდა მასწავლებელი გიგა ავალიანის დედაზე საუბრობ, ხომ? როცა მისი ტოლას ეკნა, ვეტყოდი რომ რაღაცაში იჩხუბე და შემოახვდნენ ანდრები. პატარა ბავშვებს დააკავებიან უკვე ყველანაირი იარაღი. პირველად ხომ არა 7 წლის ბაღნება გერმანული სვასტიკები რო დაიკავა და 15 წლის ბავშვი რო გალახენ და რა ქვეყანაში ვართ გამაგებია 70 წლის ვართ. ამ ფერი სიმწარე არ მინახია შვილო არა. რა ქვეყანაში ვართ ეს სულ წაწმენდილები ეს არ ადამიანები ყველა 41 წლამდე დაჟე ვინც ხმამიცა 70 მანეთში რო გაყიდა ხახვი რო ჭაბა იქ ხახვი არა ჭაბა ხდება აგენი არა დავიწყებლები ნამდვილად დავიწყებლები და მოუვა ვიშვაცა დავწყებლე მოუვიდა ისე გული დავწყებლე მაგაზე გული გერა იუსხაც რომ იცოდე და ჯადოქრობა იმასაც რო უკეთებდები ამდენი შვილის და ამდენი დედის გამწარება შეიძლება რამდენი ერთი ჩამოვდო ბარბარეს ყველობით მოსული აბა რა იქნება ხალხი ქრია პატარა ბარბარეს სასტიკური მკვლელობით ერთი პაპუაშვილი მომცა ხელში მე მაგას ვაგებ როგორ შეუყვარდა საქართველოს სად ზის პაპუაშვილი სადაა და ეგენი ფორმიანი პოლიციელები რომ პოლისტი რო გახდნენ სად იყო პაპუაშვილი სამხედრო ქალბატონ დარეჯან დღეს თქვენ გამოხვედით თქვენი ჩემი იმით კი არა დღეს ძალიან ცუდად ვარ მაგრამ გამოვედი იმ დედის გამო ავალიანის დედის გამო გამოვედი ასე სასტიკი მკვლელობა საპროტესტო აქცია პროკურატურასთან და მოითხოვა რამდენი შვილია უკვე მკვდარი სად არის ხალხი სად არის საბარტალი დამანახე აგენმა ფული აკეთონ 5000 მანეთად აგენ აჯარიმებს გზის გადასვლა გადმოსვლაზე და იმას რა ქვია მორფინისტი რომელიც საჭესანის და გახეთქილი ადამიანი საჭესანის და იმას ამინისტიას უკეთებს რატომ ამბობენ ნიშას ამაგერმა გადააჭარბენ 100% და 1000% მეტი ნიშას კოსტუმები დაიჭერს და ხარიბაშვილი ეგ რას ჭამს საიდან იკვებება თვითონ აღარ მუშაობს სოლი არ მუშაობს სინედრი არ მუშაობს რას ჭამს ხარიბაშვილი გადამალული ამ ზაპაზე ხო უთაქაშია გამოგინული და თან დაცვა დასწრებს ვინა ახლა ხარიბაშვილს თუ არ ჯობი ვარ ადამიანობაში ახლა მე ვიდეცა შემედაბა შეხედო სახე როგორი მიღება შეხედო სახე როგორი მიღება კარო კითხოთ ამ წუთებში მიმდინარეობს თბილისში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი პროკურატურა გირაოს ითხოვს მაგრამ 2 დღის წინ გამოვიდა ციხიდან რას უკავშირებთ ჯერ არ დაუჭერიათ რას უკავშირებთ გამარჯობათ ეს ზურაბ ჯაფარიძე ჯერ 8 საათზე გამოარდეს კაცი ციხის დაჟე კაც არ ეცვა კაც არ შეატანიესო მძიმე რაღაცაო და მაიკით გამევიდა დილის 8 საათზე კაც ტელეფონიც არ ქონდა რომ ოჯახს დაკავშირებოდა პლუს ამასთან და ტაქსისტი გააჩერა ვიღაცა იყო იქა და ჩერეზინით და მე მაგის გამო კაცი ციხეში იჯდა გირაოს არ გადავიღიო ამასთან და გამევიდა და ახლა სასამართლოს უნიშნავენ რომ გირაოს ახდებოდო რა სამართლო ქვეყანაში ვართ როგორ უნდა ვენდოთ ამ თავრობას როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ჩვენი შვილები როგორი მომავალი ექნება მე ვერ წარმომიდგენ არ ვიცი რას ვიზამ და აი თავრობა თუ არ წევიდა გვარესტყეში ჩავარდები ჩვენ კიდე იმიტომ რომ ყველანაირი რაც დაბკოლება ხალხიდან ამოდიან რაც გახარჯეს ღარიბაშვილს 9 მილიონი იმდენი ოქრო უნახეს და ქუჩაში დაკაცი და დაცვით დადის კიდე რატო არ დაიჭირეს ღარიბაშვილი და აგერ მასწავლებელი მოკლეს საცოდავი დედამისი გამწარებული რასაც ეძებს მკვლელი დააპატიმროს მაგრამ ვინა
ესე იგი ყველა მათია ეს მკვლელები, რეციდივისტები გამოშვებული ყავან და პატიოსანი ჩვენი ხალხი ციხეში ყარა. ეგ სასიკაცრანდი მუზია ციხეში. როგორ მე ვერ გავიგე სამართალი როდის უნდა ახსნეს. ხალხო გამოდით გარეთ ყველამ გაიღვიძე. მაგის დრო არა სახში რო ჟდახარ. განა ჩვენ გვეხალისება ქუჩაში დგომა. იმიტომ დგავართ რომ ჩვენ მომავალს მივცეთ მომავალი. ამ თავრობის ხელში თუ დარჩა მეორე პუტინი იქნება აგი. გონი არ წევა როგორც პუტინმა რუსეთიდან არ წავიდა ისე არ წევა ესეც. რა ვიცი გონს მოვეგოთ ხალხო. ხელი ხელს ჩავდიდოთ. რაღაცა და საქართველო არის ქართველების ხალხის არა ივანიშვილის მოტანილი და არავის დაარსებული ეს ქვეყანა. ისიც ჩვენი არჩეულია. არ გამოგვადგა შეგვიძლია გადავალ და სხვა ვინმე დამიშვა. აბა მეტი გამოსავალი არ გქონდა. მადლობა. თქვენც გითხართ რას ფიქრობთ, აი რატომ ზის ახლა სასამართლო დარბაზში ზურაბ გირჩი ჯაფარიძე? ჩემი აზრით სამართლობის სფეროა. უბრალოდ არაფრის გამო. ჯერ რომ გამოვიდა ტელევიზიაში რომ გამოვიდა მაიკა ეს სურა იმიტომ რომ არ შევჭერდები და ახალ პარტიას გავაკეთებდი და თექსტზე თუ ძენბა იმაზე დავალაპარაკეთ ყაველაშვილზე. ყაველაშვილო შენ გმირი გონია შენი დავი შექსურდა სინდისის ბიჭების და პოლიტპატიმრების სიგე ხო? თქვა გონება და ადამიანობა რომ სახელმწიფო და საქართველოს უყვარ არ ჩაგვარდებიან მასე ვერ წავდნენ შენ ხრიკებზე რომ და ისწავლეთ იგენი რაღაცა ტრუკაჩები თუ რაღაცა თქვენი მამამთავარი ბიძინა და ვერ მოუგებ ამ ბიჭებს შენ არ ვიცი რა ქვია კაცობა არ გაქვს ადამიანობა გაქვს სარკეში რომ მიხედები არ ინერვიულია ადამიანობა ეს ნამდვილად ქართულ ხალხს ვერავინ ვერ დააჩოქა. ყველა რამის იგი არ ქონდა იმედი. ვერავინ ვერ დააჩოქა ქართული ხალხი ისტორიის მანძილზე ვერც ერთმა მტერმა, ვერც არაბებმა, ვერც მონღოლებმა. ვერავინ, ვერც თურქებმა, ვერც ირანელებმა, ვერავინ და ვერ დააჩოქა სხვა დეპუტატი ვერ დააჩოქა. აი რა ეცვა ჯაფარიძე ტელეფონებს ართმევენ პატიმრებს რა უფლება ეს ასა მაგენის სამართალი 6 მილიონი ნახევარი გარიბაშს და არ დაუჭერთ. ესა მაგის სამართალი და ის გამო ტროტუარზე გორის გამო აბანდებენ ხალხს. მანდატ მოსაკრიფი დაუტოვეს და ხალხი თვითონ წრეში ჩავდიდა. ხალხს მანდატ მოსაკრიფი დაუტოვეს და ძენი არ ვიცი რა ხდება. ანუ თქვენ არ ვიცი კიდე ცუდი რამე თქვა. რომ პარლამენტში მადლობა. მას ხელფასები მოიმატეს და ხალხი რა თქაში ის გამოაბანა. მადლობა. როგორც გითხარით ვართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც იკრიბებიან ხოლმე მოქალაქეები და აქედან სულ რაღაც 100 მეტრში საახალწლო კონცერტი მიმდინარეობს.